აი ამ კუთხით და როგორ ჩავალ პრესკონფერენციას გავაკეთებ ჩვენ აგვიგზალეს ავტომობილების შეყვანა საქართველოში და ამას მე პრემიერს ვეთყვი პიკაპების საერთოდ ვერ შევყავს საქართველოში და ეს ვინ დაალაგა მთელი საქართველო გაიგებს როგორ ჩავალ თუ არა მესამე დღეს და დარწმუნებული ვარ ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე ჩვენი პრემიერ-მინისტრი შინაგან საქმეთა მინისტრი სუსის უფროსი ახალგაზრდა გუნდია და აი ამ წინა ხელისუფლების დალაგებულ საქმეს იმ წინა პრემიერის დალაგებულს მე მგონია დაშლიან და ეს არ იქნება ეს სამარცხვინოა როგორ შეიძლება პიკაპი ვერ შევყავდეს საქართველოში და ვიღაცის გამო და დღეს უკვე რომელსაც მე 25-ად ვყიდიდი 25,000-ად მიცუბიშებს დღეს ღირს 40,000 და ესე არ გამოვა. აი ესეთი პარტნიორები რო ყავდეს, აი ესეთი პარტნიორები ყავთ, ხო? როგორ არ უნდა გამოიყენო ეს ხალხი, ხო? მუშა ხალხია, ხო? აი წარმოიდგინე, იმდენი მანქანები მოგვაყარეს, რომ რამდენიც გინდა, აი ეს შოურუმი აგერ გვაქვს, იგივე შოურუმი ანახეთ კიდე ორზანდით. აი უყურეთ, ეს შოურუმი ჩვენია. აი ეს შოურუმიც აგერ ესეც შევიძინეთ აი ეს შოურუმი მოდი აი ეს შოურუმიც შევიძინეთ და ნახოთ სამომავლოდ მინდა კიდე რომ აქ გავფართოვდეთ აქ ფული იშოვება თქვათ აი აქ არის მუშაობა და ახლა შეიძლება ადამიანმა თქვას რატო იკლავს საქართველოში თავს, იმიტომ რომ ქართველი ვარ და არასდროს საქართველოს არ მივატოვებ და ძალიან ბევრ ხალხს დავასაქმებ. კიდევ ერთჯერ შეხედეთ. აი რა მანქანა უნდა იყოს ისეთი რომ ამას შევადაროთ. ჰიბრიდი. ამას მივცემთ პოლიციას დიდი რაოდენობით და თავდაცვას. იმიტომ რომ ეს არის 4-4-ზე და ძალიან იაფად. და ამიტომაა რომ გვებრძოდნენ და გვებრძვიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ ახალგაზრდები არიან დღეს მთავრობაში და წინა პრემიერის დალაგებულს ყველაფერს თავიდან გადაანაწილებენ კი არა ბიზნეს მუშაობის საშუალებას მისცემენ. როგორ მოგწონს ჩვენი სიტუაცია დუბაიში 30 წელია დუბაიში ვარ მე. აი ხო ხედავ როგორ მუშაობს. როგორ მუშაობს ხო ხედავ. ვაშკაცი ბიჭია დღე და ღამე წმინდავს ხო და მუშაობს და უნდა ამუშაო, აბა რა უნდა ქნა? ფული უნდა, ფული თუ უნდა იმუშაოს. ესეთია ეს ცხოვრება, გისურვებთ წარმატებას.